მარკოზის სახარების განმარტება თავი მე-13. თავი 13, მუხლი 1:4. და გამორაივიდო და იგი ტაძრით ხრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან, მოძღვარ იხილე რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაი. მიუგო იესუ და ხრქუა მას, ხედავა ამათ დიდ დიდთა შენებულთა? არა დაშთეს ქვაიქვასა ზედა, რომელი არა დაირღვეს. და დაჯდა რა იგი მთასა მასზე თისხილთასა წინაშე ტაძარსა მას, კითხვიდეს მასთვისაგან პეტრე და იაკობ და იოანე და ანდრია, მითხარ ჩვენ, ოდეს ყოფად არს ესე და რა იყვნენ სასწაულნი, ოდეს ესე ყოველნი აღესრულნენ. რამდენადაც უფალი ბევრს საუბრობდა იერუსალიმის მოოხრებაზე, მაგალითად, აჰა ესე რა დეტეოს თქვენგან სახელი თქვენი ოხრად მოწაფეებს უკვირდათ რომ ასეთი დიდებული და მშვენიერი შენობები უნდა დარღვეულიყო და ამიტომ უჩვენებდნენ მას გასაუგნებელ კეთილსახიერებას ტაძრისა. მაგრამ ის უწინასწარმეტყველებს რომ მოიუხედავად ამისა, ყველაფერი ამისგან ქვაქავზე არ დარჩება. ამის საწინააღმდეგოდ ზოგიერთნი ამბობენ, თითქოს იერუსალიმის ძველი ქალაქიდან ბევრი რამ გადარჩა და ამრიგად ცდილობენ ქრისტემ მათ უარად გამოიყვანონ. მაგრამ სულტუილად, რადგან თუ გადარჩა კიდეც ზოგიერთი რამ, რაც სხვათა შორის უსამართლობაა, ქვეყნის საყოველთაო აღსასრულამდე ქვაქვაზე არ დარჩება, თუმცა როგორც ისტორია მოწმობს, ელი ადრიანმა გათხარა ქალაქისა და ტაძრის უღრმესი საფუძვლები ასე რომ მის მიერ აღესრულა წინასწარმეტყველება იმაზეც, რომ ქვაქვაზე არ დარჩებოდა. როდესაც უფალი ზეთისხილის მთაზე იჯდა, მასთან მივიდნენ მოწაფენი და ეკითხებოდნენ, როდის იქნება ეს, ანუ როდის ასრულდება წინასწარმეტყველება იერუსალიმზე. ის კი სანამ მათ კითხვაზე უპასუხებდეს, განამტკიცებს გონებას მათსას, რათა არ ცდუნდნენ, რამე თუ სალმობათა დასაბამისას გამოჩნდა ხალხი, რომლებიც თავის თავს მასწავლებლებს უწოდებდა, ამიტომაც აუბნება უფალი, გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ. ოდეს ყოფად არს ესე, ანუ როდის ასრულდება წინასწარმეტყველება იერუსალიმზე. ის კი მანამ, სანამ მათ კითხვას უპასუხებდეს, განამტკიცებს გონებას მათსას, საცდურში რომ არ ჩაცვიდნენ. რადგანაც სალმობათა დაწყებასთან ერთად იუდეაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თავის თავს მოძღვრებს უწოდებდნენ. ამიტომაც ეუბნება უფალი, ეკრძალენით ნუ უკვე ვინმე გაცთუნეს თქვენ. თავი 13, მუხლი 5:10. მიუგო იესუ და ხრქუა მათ, ეკრძალენით ნუ უკვე ვინმე გაცთუნეს თქვენ. რამე თუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან ვითარმეთ, მე ვარ და მრავალთა აცთუნებდნენ. რა ჟამს გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, ნუ შესწუნდებით, რამე თუ ჯერ არს ესე ყოფათ, არამედ არს აღსასრული. რამე თუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაი მეუფებასა ზედა, და იყვნენ ზრვანი ადგილ და იყვნენ სიყმლინი და შფოთნი. ესე ყოველი დასაბამი სალმობათაი არს. ხოლო ეკრძალენით თქვენ თავთა თქვენთა, რამე თუ მიგცემდნენ თქვენ შესაკრებელთა და კრებულთა შორის გტანჯვიდნენ თქვენ და წინაშე მეფეთა და მთავართა წარსდგეთ ჩემთვის საწამებელად მათა და ყოველთა წარმართთა. ხოლო პირველად ჯერ არს ქადაგებად სახარებაი ესე. რამე თუ მრავალი მოვიდოდიან, ასეთები იყვნენ, მაგალითად იუდა, გალილეველი და თევდა, რომლებიც თავს ღვთისმსხებულად ასაღებდნენ. გისმოდიან, ამბობს ბრძოლანი, ეს ის ომებია, რომლის შესახებაც იოსებ ფლავიუსიც გადმოგცემს და რომლებიც წინ უძღოდა იერუსალიმის დანგრევას. იუდეველები მაშინ აჯანყდნენ და სეწყვიტეს რომაელებისთვის ხარკის მიცემა, ხოლო განრისხებული რომაელები მათ დასალაშქრად წავიდნენ და მუდმივად აწყობდნენ თავდასხმებს, არამედ არღარ არს აღსასრული იერუსალიმისა, ვინაიდან რომაელები ჯერ კიდევ იჩენდნენ კაცთმოყვარეობას. და მხოლოდ ომები არ იყო, არამედ ღმრთის მიერ გამოგზავნილი სხვა სასჯელებიც, შიმშილი და მიწისძვრები, რომლებიც ნათლად უჩვენებდნენ იუდევლებს, რომ თავად უფალი აწარმოებს მათთან ბრძოლას, და მაინც ეს მხოლოდ დასაბამია სალმობათა, ანუ მოსალოდნელი უბედურებებისა. თქვენ კი ამბობს გაფრთხილდით, ვინაიდან სამსჯავროზე გადასცემენ, დროულად გადააქცევს საუბარი მათეზე, რომ მათ სამსჯავროზე გადასცემენ, ეს იმიტომ, რომ საერთო მწუხარებისას მათ გარკვეული შვება ჰპოვონ საკუთარ მწუხარებაში. მაგრამ როდესაც უფალმა უთხრა, წინაშე მეფეთა და მთავართა წარსგეთ ჩემთვის. ამ სიტყვებითაც არანაკლები ნუგეში მიანიჭა მოწაფეებს, კერძოდ იმაში, რომ ისინი ეწამებიან მის გამო.
სწავებელთა მათთა ანუ რათა პასუხი არ ჰქონოდათ და იხილონ თავიანთი განკითხვა უკვე იმაში, რომ თქვენი წამებით ვერ შეძლებენ ჭეშმარიტების დამარცხებას, ხოლო მოწაფეებმა რომ არ იფიქრონ. თითქოს და სალმობანი და მწუხარებანი შეუშლიან ხელს სახარების ქადაგებას უფალი ამბობს, რომ პირველად ჯერ არს ქადაგებად სახარება ესე. ხოლო და ამის შემდეგ მიეცემა მოსაოხრებლად იერუსალიმი. იმის შესახებ, რომ სახარება მართლაც ყველგან იქნება ნაქადაგები ჯერ კიდევ იერუსალიმის დანგრევამდე, მოусმინე პავლეს, მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა და მსოფლიოს კიდეებს, მათი სიტყვები რომაელთა მიმართ 10:18 და ეს გარემოება იუდეველთა უმეტესი სასჯელის მიზეზი გახდა, ანუ ის რომ მოძღვრება გავრცელდა ყველგან ჯერ კიდევ იერუსალიმის დანგრევამდე. რამე თუ ხედავდნენ რა, რომ ეს მოძღვრება მოკლე დროში გავრცელდა მთელს მსოფლიოში, მათ უნდა შეეცნოთ ამაში ღმრთის ძალა, შეენანებინათ და ამრიგად განთავისუფლებულიყვნენ მწუხარებათაგან. მაგრამ მათ ვერ გულისხმაყვეს, ამიტომაც მით უფრო მეტ სასჯელს დაექვემდებარებიან. თავი 13, მუხლით 11:13 და რა ჟამს მიგიყვანენ თქვენ მიცემად მათა, ნუ წინა ისწარხს ბრუნავთ, ნუცა იწურთით, რასა იტყოდით, არამედ რა იგი მოგეცეს თქვენ მას ჟამსაშინა, მას იტყოდეთ, რამე თუ არა თქვენ ხართ მეტყუელნი, არამედ სული წმიდაი. რამე თუ მისცეს ძმამან ძმაი სიკვდილად და მამამან შვილი, და აღდგენ შვილი მამა დედათა ზედა და მოჰკვიდენ მათ. და იყვნენ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. მართლაც, მანამ სანამ დაიწყებოდა გადამწყვეტი ბრძოლა რომაელებისა იუდეველებთან რა აღარ მოითმინეს მათგან მოციქულებმა, გადასცემდნენ რა მათ სამსჯავროზე და აგზავნიდნენ მეფეთა, ჰეროდეს, აგრიპასა და ნერონის წინაშე, მაგრამ თქვენ ეუბნება ნუ წინასწარ ზრუნავთ, რა უპასუხოთ, იმ დროს სულიწმიდისაგან მოგეცემათ, თუ რა უნდა ილაპარაკოთ. ამასთან უწინასწარმეტყველებს მათ იმასაც, რაც ყველაზე უარესია, კეროძოდ რომ დევნილნი იქნებიან თავიანთი შინაურების მხრიდანაც. ამას იმიტომ ეუბნება, რომ ისინი, ამის მსმენელნი, წინასწარ მოემზადონ განსაცდელთათვის და შემდგომში ადვილად შეძლონ მათი გადატანა. ამის შემდეგ ნუგეშისცემა მოჰყვება, ჩემი სახელის გამო იქნებოდითი მოძულებულნი, ეუბნება. ეს ყველაზე დიდი შვება უბედურებაში. უდიდესი ნუგეში მდგომარეობის იმაშიც, რომ ვინც სრულად ითმენ, ის ცხონდება. თავი 13, მუხლი 14:17 ხოლო ოდეს იხილოთ საძაგელი იგი მოოხრებისაი, თქუმული დანიელ წინაწარმეტყველისაი, მდგომარეს, სადა იგი არა ჯერ არს რომელი იგი აღმოიკითხვიდეს, ცნობდნენ, მაშინ რომელნი იყვნენ ჰურიასტანს, იუტოდეთ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალ მსახით და ნუცა შევანაღებად რაისამე სახლისაგან თვისისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნ იქცევინ აღებად სამოსლისა თვისისა. ხოლო ვაი მუცელ ქუმულთა და რომელნი აწვევდნენ მათ დღეთა შინა. საძაგელი იგი მოოხრებისა შეიგულისხმება იმისი ქადაგება, ვინც იერუსალიმის მოოხრებას დაუქვემდებარა, ვინაიდან საძაგლად იწოდება ყველა კერპი, საძაგელი იგი მოოხრებისა ეწოდება იმიტომ, რომ იგი დადგეს ტაძრის საკურთხევლის შიგნით, როდესაც იერუსალიმი აიღეს და ამის გამო დაექვემდებარა ის მოოხრებას. თუმცა ჯერ კიდევ პილატემ შეიატანა ღამით კეისრის გამოსახულება ტაძარში, რითიც ხალხში დიდი შფოთი გამოიწვია. ამ დროიდან დაიწყო ომებიც და იერუსალიმის მოოხრებაც. მაშინ რომელი იყვნენ ჰურისტანს, იუტოდეთ მთად. კარგადაა ნათქვამი, რომელი იყვნენ ჰურიასტანს ყველანი ზოგადად და არა მოციქულები, ვინაიდან მოციქულები მაშინ არ იყვნენ იუდეაში, არამედ როგორც ვთქვით, ისინი ომამდე იქნენ განდევნილნი იერუსალიმიდან, ან უფრო უკეთ, თავად წავიდნენ იქიდან, სული წმიდით აღძრულნი. ამრიგად დაე გაიქცნენ იუდეაში დარჩენილნი. ხოლო ვინც ერდოზე იქნება ნუ რაფრისთვის ნუ დაბრუნდება საკუთარ სახლში, მოხარული უნდა იყოს იმისაც, თუ თუნდაც შიშველი გადარჩება. მაგრამ უბედურება დაატყდებათ ჩვილების პატრონ ქალებსა და ორსულებს იმ დღეებში. რატომ? იმიტომ რომ პირველებს ბავშვები ჰყავთ და აკავებთ რა მათ და მის სიყვარული არ ძალუძთ გაქცევა, მუცელ ქუმულთათვის მოუხერხებელი იქნება გაქცევა ორსულობის სიმძიმის გამო. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ არ არის მითითებული ბავშვთა მჭამელებზე, რადგან ალყა შემორტყმული იუდეველები შიმშილობის დროს თავიანთ შვილებზეც კი სწევდნენ ხელს. თავი 13, მუხლი 18:20
არამედ ილოცევდით, რაითა არა იყოს სიუტოლა თქვენი ზამთარსა. რამე თუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არასადა იქნა ესე ვითარი დასაბამითგან, რომელ დაჰბადა ღმერთმან, ვიდრე აქამდე და არცაღა იყოს. და არა თუმცა ღმერთმან შეამოკლა დღენი იგი, არამცა ცხონდა ყოველი ხორციელი, არამედ რჩეულთა მათთვის, რომელნი გამოირჩინა, შეამოკლა დღენი იგი. ეს გაქცევა ზამთარში რომ მომხდარიყო, დროის თანამდები სიძნელეები დააბრკოლებდა გაქცევის მსურველთ. და საერთოდ ჭირი იქნებოდა უმძიმესი, რომელიც კი ოდესმე ყოფილა და იქნება. და არა თუმცა ღმერთმან შემოიკლა დღენი იგი, ანუ სწრაფად რომ არ დაემთავრებინა რომალეთა ომები, არამცა ცხონდა ყოველი ხორციელი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი იუდეველი. მაგრამ რჩეულთათვის, ანუ იმ ებრაელთა გამო ირქმუნეს და შემდეგში უნდა ერწმუნათ, ომი სწრაფადვე დამთავრდა. რადგან ღმერთმა განჭვრიტა რა, რომ ტყვეობაში ჩავარდნილ ებრაელთაგან მრავალი ირწმუნებდა, ამის გამო არ დაუშვა იუდეველი ხალხის ბოლომდე დაღუპვა. მაგრამ შეიძლება გულისხმოვყოთ ეს ზნეობრივი მიმართებიც. საძაგელი იგი მოოხრებისა არის ყოველგვარი სატანური გულის თქმა, რომელიც წმიდა ადგილას დგას ჩვენს გონებაში. ამ შემთხვევაში რომელი იყვნენ ჰურიასტანს ივოდეთ, ანუ იტყვიან რა ახსარებას, და ეს ათნოებათა მთაზე ავიდნენ, იუდეა ნიშნავს ახსარებას ქადგებას. ხოლო ვინც უკვე დგას სიმაღლეზე, დაენუ ჩამოვა. ვინაიდან როდესაც რომელიმე ვნებიანი გულის თქმა დადგება ჩვენში, მაშინ ახსარების მეშვეობით სათნოების სიმაღლეზე ასვლა და ამ სიმაღლიდან არ ჩამოსვლა გუმართებს. და კეთილის ქმნელი დაენუ ძველი სინდისის ასაღებად ძველი სამოსისა, რომლისგანაც განიძარცვა ვაიმას, ვინც ზამთარში ილტვის, რამეთ უნდა ვილტოდეთ ცოდვისაგან მხურვალეთ, ანუ სინანულით და არა სიცივით, გაუმძლევლად, რაც ნიშნავს კიდეც ზამთარში სილტოლვას. თავი 13, მუხლი 21, 26. მაშინ უკვე თუ ვინმე გრქვას თქვენ, აჰა აქ არს ქრისტე გინა იქი ნუგრწან. რამე თუ აღდგენ ქრისტე მტყუარნი და ცრუწინა წარმეტყველნი და ყოფდნენ სასწაულებსა და ნიშებსა, რაითაც თუნენ, უკვე თუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა. ხოლო თქვენ იხილეთ და ეკრძალენით, აჰა ესე რა წინაისწარ გითხართ თქვენ ყოველი. არამედ მათ დღეთა შინა შემდგომად ჭირისა მის მზე დაბნელდეს და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელითვისი და ვარსკვლავნი ზეცით გარდამოცვიენ და ძალნი, რომელნი იყვნენ ცათაშინა, შეიძრნენ. და მაშინ იხილონ ძე კაცისაი, მომავალი ღრუბელთა ზედა ძალითა და დიდებითა მრავლითა. უფალმა დაამთავრა საუბარი იერუსალიმზე, შემდეგ უკვე იწყებს საუბარს ანტიქრისტეს მოსვლაზე. სიტყვა მაშინ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ როდესაც დაიწყება იერუსალიმზე თქმულის აღსრულება, მაშინ ნუ ერწმუნებით, თუ კი ვინმე გეტყვით, აჰა აქ არ ქრისტე. არამედ იცოდე, რომ ეს წმიდა წერილის განსაკუთრებული თვისებაა. ასე მათე მახარებელი მოგვითხრობს რა ქრისტეს შობაზე, ამბობს მათ დღეშაშინა მოვიდა იოანე. რომელ დღეებში? იმ დღეებში ხომ არა, რომლებიც უშუალოდ მოჰყვა ქრისტეს შობას, არამედ გაურკვეველია. აქაც ქრისტეს ამბობს, მაშინ უცდუნდები, ანუ არა იმ დროს, როდესაც იერუსალიმი მოუხდება, არამედ ანტიქრისტეს მოსვლისას. ნუ შეცდებით, ეუბნება, რადგან მრავალი მოვლენ ქრისტეს სახელით, რათა რჩეულნით შეაცდინონ. ანტიქრისტეს მოსვლის შემდეგ ყოველი ქმნული შეიცვლება, ქრისტეს გარდამეტებული ნათლისაგან ვარსკვლავნი ჩაქრებიან და ანგელოზთა ძალნი შეიძვრებიან, ანუ შეძრწუნდებიან, ნახავენ რა სამყაროს ამგვარ გარდაქმნას, ნახავენ რა თავიანთ მსგავს მონებს განსჭირთ. მაშინ კი იხილავენ უფალს, როგორც ძე კაცისას, ანუ ხორციელად, ვინაიდან ხილული მასში არის მისი სხეული. და თუმცა ის მოვა ხორციელად და როგორც ძე კაცისა, მაგრამ დიადი ძალითა და დიდებით. თავი 13, მუხლი 27, 31. და მაშინ წარავლინეს ანგელოზნი მისნი და შეკრიბნეს რჩეულნითვისნი 4-თაგან ქართა კიდითგან ქვეყანისაით, ვიდრე კიდედმდე ცისა. ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგავი ესე, რა ჟამსი გირტონი მისნი და დაჩჩვიან და გამოვან ფურცელი უწყოდეთ, რამე თუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეცა თქვენ რა ჟამსი ხილოთ ესე ყოველი ყოფილი უწყოდეთ, რამე თუ ახლოს არს კარტას ზედა. ამენ გეტყვით თქვენ, არა წარხდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნას. ცანი და ქვეყანა იწარხდნენ, ხოლო სიტყვანი ჩემნი არასადა წარხდნენ.
ხედავ, რომ ძეც ისევე წარგზავნის ანგელოზებს, როგორც მამა. სად არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ იგი არ არის თანასწორი ღმრთისა და მამისა? ანგელოზები მოვლენ მაშინ იმისთვის, რომ შეკრიბონ რჩეულნი, რომლებიც აღტაცებულნი იქნებიან რა ღრუბლებზე, ამგვარად უნდა შეხვდნენ უფალს, ხოლო ის, რასაც მე ვამბობ, აგრძელებს უფალი, ლეღვის მაგალითით შეგიძლიათ გულისხმაყოთ. როგორც ლეღვი, ფოთლებით დაფარული, გვიჩვენებს, რომ ახლოა ჟამი მკისა, ასევე ანტიქრისტეს სამწუხარო დროს უშუალოდ მოჰყვება ქრისტეს მოერდ-მოსვლა, რომელიც მართლათათვის ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც მკა ზამთრის შემდგომ, ხოლო ცოდვილთათვის, როგორიც მკა ზამთრის შემდეგ. ამენ გეტყვით თქვენ, არა წარხდეს ნათესავი ესე, ანუ ნათესავი მართალთა, ანუ ქრისტიანებისა, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნას, ყველაფერი, რაც ითქვა იერუსალიმზე და ანტიქრისტეს მოსვლაზე. უფალი არ საუბრობს აქ მოციქულთა ნათესავზე, რადგანაც მოციქულები არ იცხოვრებენ სამყაროს აღსასრულამდე. მრავალმა მათგანმა იერუსალიმის დანგრევამდეც ვერ იცოცხლა. მაშასადამე, ამ ნათესავში ქრისტიანთა ნათესავს გულისხმობ, ანუ გეშებს რა ამგვარად მოციქულებს, რათა მათ არ იფიქრონ, რომ ასეთი მძიმე განსაცდელის შემდგომ რწმენა შესაძლოა სრულიად შემცირდეს. უფალი ამბობს, კადნიერნი იყავით, არ გადაივლის მართალთა მოდგმა და არ შემცირდება. უწინცა და დედამიწა გადაივლიან, ეს, ერთი შეხედვით, შეურყეველი სტიქიაები, ვიდრე ჩემი სიტყვები რაიმეში მაინც არ გამართლდება, რადგან ყველაფერი, რაც მე ვთქვი, იქნება. თავი 13, მუხლი 32, 27. ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათაშინა, არცა ძემან, არამედ მამამან. არამედ იხილეთ და მღვიძარე იყვენით და ილოცევდით, რამე თუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი. ვითარცა იგი კაცმან გზად წარმოვალმან დაუტევის სახლითვისი და მისცის მონათათვისთა ხელმწიფებაი და კაცადსა საქმეთვისი და მეკარესა ამწნის, რაითა მღვიძარე იყოს. იღვიძებდით უკვე, რამე თუ არა იცის, ოდეს იგი უფალის სახლისა იმის მოვიდეს, წუხრი ანუ შუაღამეს, ანუ ქათმისა ხმობასა, ანუ განთიად, ნუ უკვე მოვიდეს მეხსეულად და გპოვნეს თქვენ ძინარენი. ხოლო რომელსა ესე გეტყვით თქვენ, ყოველთა გეტყვი, მღვიძარე იყვენით. სურს რა მოთოკოს მოწაფეთა ცნობის მოყვარეობა უკანასკნელ დღესა და საათზე, უფალი ეუბნება, რომ არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ არ იციან ამის შესახებ. მას რომ ეთქვა მე ვიცი, მაგრამ არ მსურს გაგიმხილოთ, ასეთ შემთხვევაში დაანაულიანებდა მათ. ახლა კი, როცა ამბობს, რომ არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც მე არ ვიცით, იგი ფრიად ბრძნულად იქცევა და მთლიანად თოკავს მათ სურვილისგან გაიგონ და თავი მოაბეზრონ მას. ამის გაგებას მაგალითი შეძლებ. პატარა ბავშვები, როდესაც დაინახავენ რაიმეს მამის ხელში, ხშირად სთხოვენ მას და თუ კი მამებს არ სურთ მიცემა, ისინი ვერ იღებენ რა რაც ითხოვეს, იწყებენ ტირილს. ასეთ შემთხვევაში მამები მალავენ საგანს, რომელიც ხელში ეჭირათ და უჩვენებენ ბავშვებს ცარიელ ხელებს, რათა შეაკავონ მათი ცრემლები. ასევე უაფლმა ექცევა რა მოციქულებს, როგორც ბავშვებს, დაფარა მათგან უკანასკნელი დღე. სხვაგვარად რომ თქვა მე ვიცი, მაგრამ არ გეტყვით, ისინი დამწუხრდებოდნენ, რადგან მას სურდა მათთვის თქმა. ხოლო ის, რომ უფალმა იცის უკანასკნელ დღესა და საათზე, ეს ნათელია, რადგანაც თავად შექმნა საუკუნენი. მაშ, როგორღა არ იცის ის, რაც თავადვე შექმნა? ამისთვის ჩვენი სარგებლისათვის ღმერთმა დაფარა როგორც საყოველთაო აღსასრული ცხოვრებისა, ისე თითოეული ჩვენგანისა, კერძოდ რათა ჩვენ, ამ აღსასრულის არცოდნის პირობებში, განუწყვეტლივ უწოდეთ, ველით და გვეშინია რა რომ მოუმზადებლებს არ მოგვისწროს. მაგრამ თქმული სხვა მხრივადაც განვიხილოთ. საღამოს დგება აღსასრული, როდესაც ვინმე მოხუცებულობაში კვდება, შუაღამისას, როდესაც შუახანს მიახტევს, მამლის კივილისას, როდესაც ჩვენში განსჯა იღვიძებს არაცნობიერის ცილისაგან იწყებს მოქმედებას და გაგებას, მასში თითქოს და მამალი იწყებს ხმობას. და ბოლოს, დილა სულ მთლად ბავშვურას აქ აღნიშნავს. ამრიგად ყველას მართებს სიცოცხლის დასასრულზე ფიქრი. ჩვილი რომ ჩვილია, მასეც უნდა ვიზრუნოთ, რომ მოუნათლავი არ მოკვდეს. ამას ამცნებს უფალი ზოგადად ყველას, საერთო ხალხსაც და განდეგილებსაც. ასე რომ ჩვენ მღვიძარებაში უნდა ვიყოთ და ვილოცოთ, ავასრულოთ ერთიცა და მეორეც, რადგან მრავალნი, თუმცა კი მღვიძარენი არიან, მაგრამ ღამეებს ლოცვაში კი არ ატარებენ.
არამედ ცუდ საქმეებში. დააკვირდი იმასაც, რომ ახლა ქრისტეს არ უთქვამს, მე არ ვიცი, როდის დადგება აღსასრულის ჟამი, არამედ არ იცით, რადგანაც ჩვენი სარგებლობისთვის დაფარა ეს ჟამი. თუკი ჩვენ არ ვიცით რა აღსასრულის ჟამი, მტრობა გვაქვს ერთმანეთს შორის, რას აღარ ჩავიდენდით აღსასრულის ჟამი, რომ არ ვიცოდეთ. მაშინ სიცოცხლის მთელ დროს სიკვდილამდე უკიდურესად ცუდ საქმეებში გავატარებდით. ხოლო უკანასკნელ დღეს გამოვხატავდით რა სინანულს, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდებოდით.